დღის სხვა სიახლეები ქრონიკაში გრაკლიანის სქორაზე არქეოლოგიური გათხრები შეჩერდება და გაზაფხულიდან გაგრძელდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროცესის შეჩერებას ფინანსებთან კავშირი არ აქვს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსახსრობის გამო წყდებოდა სამუშაო. ნიკოლო ზანთიძე ამას უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. მიხეილ გიორგაძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში, კულტურის მინისტრი. მოგესალმებით, პანო მიხეილ, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის მოგესალმებით. პანო მიხეილ, ვიდრე გრაკლიანის გორაზე ვისაუბრებთ და აღმოჩენაზე, მინდა გითხოთ თეატრალური უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის რეაბილიტაციაზე, რომელიც რეაბილიტაციაც დასრულებული იყო ზაფხულის ბოლომდე. რა ეტაპზეა სამუშაოები და ესწრება თუ არა ვადებში? კი ბატონო, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. გაზაფხულზე ჩვენ გამოვაცხადეთ გადაუჭარბებლად უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოების დაწყება, რომელიც უკავშირდებოდა პრობლემური შენობების რეაბილიტაციას. ერთ პატარა შესწორებას შევიტან თქვენი ნებართვით, თქვენ შეკითხვაში. ჩვენი დაპირება გახდათ ის, რომ არა რეაბილიტაცია დასრულდებოდა, არამედ დაიწყებოდა, რომელსაც რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ელოდებოდნენ როგორც ერთი, ისე მეორე უმაღლესის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. მაშინ მე პირადად შევხვდი როგორც სტუდენტებს, ისე პროფესორ-მასწავლებლებს ორივე უმაღლესში. ვუთხარი მათ, რომ კვლევითი სამუშაოები, რომელიც აუცილებელი იყო, რომ ჩატარებულიყო იმისთვის, რომ კვალიფიციური სარეაბილიტაციო უკვე პროექტები დადებულიყო, არის დაწყებული და ზაფხულის ბოლოსთვის ჩვენ მზად ვიქნებით, რომ უკვე რეალური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულიყო. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასე ვთქვათ, ეს დაპირება შევასრულეთ. 2 დღის წინ სამხატვრო აკადემიამ უკვე გამოაცხადა შესაბამისი პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხაზს უსვავდა არასაპროექტოზე ტენდერი და უახლოეს მომავალში ფიზიკური სამუშაოების შესაბამისად დაიწყება ტენდერის გამარჯვებულის გამოვლენის თანავე. მომავალ კვირას მე ვფიქრობ 25 რიცხვში იგივე საშუალება უკვე ექნება თეატრალურ უნივერსიტეტს, გამოცხადდება ტენდერი და შესაბამისად უკვე ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ საპროექტო სამუშაოები დასრულებულია და უკვე კვალიფიციური პროექტები გვექნება 31 აგვისტოს, არის ბოლო ვადა ამ პროექტების ჩატარების, რომლებიც ეხება ნიჭიერთა აწლეთ, ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელს. ასაგებია, ბატონო მიხეილ, დროში ვეღარ ჩავეტევით, ძირითად თემაზე საუბარს ვეღარ მოვასწრებთ. მუსიკალურ ცენტრს. კი ბატონო. ბატონო მიხეილ, ახლა გადავიდეთ გრაკლიანის სქორაზე და იმ აღმოჩენაზე, რომელმაც ყველა გააოცა და გაახარა. რა ხდება ამ მიმართულებით? აპირებე მე როგორც გავიგე და მედიაში გავცელდა, აპირებთ სამუშაოების შეჩერებას. რატომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, თუ უბრალოდ ვადები განსაზღვრეთ? დაგესესხებით ამ ტერმინებში გაგვიხარდა და გაგვაოცა ნამდვილად ამ აღმოჩენამ და აი ამის ფონზე რეალური ფაქტების ამდენად არასწორად ინტერპრეტირება მე პირადად მაოცებს, გამოგიტყდებით. ნამდვილად მეც გიდასტურებთ, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ისაუბრა, არანაირი კავშირი დაფინანსებას სამუშაოების შეჩერებასთან არ აქვს. ექსპედიციამ ძალიან მარტივად, ექსპედიციამ დაგეგმილი სამუშაოები წლევანდელი დაასრულა, ასრულებს უпроსტორად და ამთავრებს მუშაობას ამ ობიექტზე. როგორც იცით, გრაკლიანის გორას ჩვენ თავადვე მივანიჭეთ ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი, ეს შესაბამისად ჩვენ დამოკიდებულებას ამ ობიექტთან ალბათ ასახავს და უნდა გითხრათ, რომ დღემდე 9 მილიონ ლარამდე არის უკვე დახარჯული ამ ობიექტის შესწავლაზე. მომავალი წლიდან კიდევ ხაზს უსვავ. ეს ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით ხდება, რომელიც ითვალისწინებს როგორც შინაარსობრივ, ისე ტექნოლოგიურ და ასე ვთქვათ სეზონურ ფაქტორებს, რომელიც ამ სამუშაოებს თან ახლავს. შესაბამისად გეგმის მიხედვით ისევ და ისევ ასრულებს ექსპედიცია მუშაობას წელს და მომავალი წლიდან
უკვე გაორმაგებული ძალისხმევით და დაფინანსებით, რომლის სტიმულსაც ეს ახალი აღმოჩენაც გვაძლევს, გააგრძელებს მუშაობას. რა იქნება ამ პერიოდში? აი ამ პერიოდში რა მოხდება? გააქვთ იმის გარანტია, რომ თქვათ არ მოხდება რამ ვანდალური აქტი და არ დააზიანებენ იმ აღმოჩენას, რომელსაც თქვათ მიაგნეს სპეციალისტებმა. მე ასევე მინდა გავიხსენო ერთი ფრაზა, რომელმაც დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ გაიჟღერა სხვადასხვა ეთერში და სოციალურ ქსელში, რომელმაც ასე მე ვფიქრობ ყური მოჭრა მთელ საზოგადოებას, ჩვენ თვითონ და მიწას ვაყრით აღმოჩენას. ესეც შესაბამისი ინერტული მასალით დაფარვა არა მხოლოდ იმ წარწერის, არამედ მთელი აი ამ სამუშაო მოედნის გახლავთ კონსერვაციის, ასევე ტექნოლოგიური პროცესის ერთ-ერთი ნაწილი. ეს გვაძლევს ჩვენ გარანტიას იმისა, რომ ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ფაქტორების გამო არ დაზიანდება შესაბამისი მოედანი და ამის გარდა ადგილობრივი ხელისუფლება იქ სადღეღამისო დაცვას აწესებს იმისთვის, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ დაზღვეულები ვიყოთ შესაძლო ვანდალური აქტებისგან. გასაგებია, როგორ ვაპირებთ აი ამ აღმოჩენის პოპულარიზაციას? რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ თქვათ მსოფლიო სამეცნიერო წრეებმა აღიარონ, რომ ნამდვილად უნიკალურ აღმოჩენასთან გვაქვს საქმე? ეს ძალიან რთული სამეცნიერო პროცესი არის, გამოხმაურება უკვე მოყვა ამ ამბავს, ჩვენ გვირეკავენ სხვადასხვა სამეცნიერო საზღვარგარეთიდან, სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებიდან გვირეკავენ და გთხოვენ ექსპედიციის ხელმძღვანელთან დაკავშირებას იმისთვის, რომ შესაბამისი სამუშაოები, ერთობლივი სამუშაოები, რომლის სურვილსაც ისინი გამოთქვავენ, გაიწეროს ექსპედიციასთან ერთად და მომავალი წლიდან შეუდგნენ აი ამ სამუშაოებს. გასაგებია, ერთი კითხვაც ძალიან მოკლედ უნდა გვიპასუხოთ, როში შეზღუდულები ვართ. გაშიფრვასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, როგორ ამ პერიოდში, როდესაც დაკონსერვებული იქნება ეს აღმოჩენა, ბუნებრივია, ალბათ დაიწყება გაშიფრვაზე მუშაობა. რას აპირებთ ამ მიმართულებითაც რომ გითხრათ, რისი იმედი გვაქვს, რა წერია, თუ გვაქვს პირველად წარმოდგენა მაინც? დიახ, სხვადასხვა ეს ასევე ჩემი ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო, როდესაც ბატონი რისმა გორდეზიანი დამხვდა მობიექტზე, როდესაც მივედი გუშინ წინდილით თუ არ ვცდები. და ერთ-ერთი ჩემი პირველი კითხვაც ეს იყო, მე ამიხსნეს, რომ გაშიფრვა საკმაოდ რთული საქმე არის, ამან შეიძლება ასე ვთქვათ, წლები გაგრძელდეს ეს პროცესი, თუმცა მთავარი და ხაზგასასმელი გახლავთ ის, რომ ეს ერთნიშნულოვნად არის არა რაიმე ორნამენტის ნაწილი, არამედ ნამდვილად არის წარწერა. ძალიან დიდი მადლობა, მიხეილ გიორგაძე პასუხობდა ჩემს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. კიდევ